more than just another flames, girl. That I think I believe should never be told, girl. That's the truth. You're the only one I wanna hold. Think of me as you roll. დათო ევგენიძის შეფასებით. მე მეგონა რომ ეს კაცი ნიჭიერი იყო და მაგრა ლაპარაკობდა თურმე, მაგრამ ეს კაცი თურმე კაცი რომელიც მღერის. პირველ რიგში რაც მინდა ხაზი გაუსვა რომ ეს არის ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი სიმღერა. ფანტასტიკური ორი ადამიანის შესრულებით, რომ ამაზე რთული შესასრულებელი სიმღერა ამას არ არსებობს. და როდესაც არამომღერალი მღერის რეი ჩარლზის ნამღერს, ხო? და ახერხებს მაინც რომ ემოცია მოიტანოს, ალბათ ეს მომღერლის და რა თქმა უნდა კომპოზიტორის ბრალია, იმიტომ რომ ისეთი სიმღერაა, რომ მე მაგალითად მაჟრიელებს რა. ალბათ დარბაზში ყველას იგივე რეაქცია ქონა, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ხა ვინც გულის ყური თუ სმენდა. ლიზა, გთხოვთ. ნუ ასევე სიმღერაზე დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ მოგვასმენინეთ ეს სიმღერა, მართლა მე მგონი თითოეულ ჩვენთაგანისთვის რაღაც განსაკუთრებული ემოციის გამომწვევია. მე ვთვლი რომ რაც არ უნდა ადამიანი, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს, არის რაღაცები, რასაც მაინც უნდა ტკივილი, ასაკი, გამოცდილება, აი რაღაცები, რასაც როგორი ნუ არა როგორი მაგარ თქვენზე ნიჭიერი უბრალოდ უკვე უხერხულია ეხა ორივე ისეთი ნიჭიერები ხართ მართლა მაგრამ ამ სიმღერას აი დარწმუნებული ვარ რომ 10 წელიწადში თქვენ ისე იმღერებთ რომ ამის მოსმენას არაფერი აჯობებს ანჯვა გვაკლია ცოტა ტკივილი აი მართლა სერიოზულად აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნებით არის რაღაცეები რაც სხვა რაღაცა სხვა მესიჯი უნდა გქონდეს და ღმერთმა დაგიფაროთ რომ ძალიან დიდი ხანი არ გქონდეთ. რაც მთავარია, ხართ მართლა საოცარ ჩემი ერთ-ერთი აი ესეთი საყვარელი წყვილი, რომისგანაც სულ სიახლეს ველოდები, კიდევ და კიდევ გაზდას ველოდები, იმიტომ რომ ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა გაქვთ ორივეს ერთად. დიდი მადლობა ლიზა. მადლობა ლიზა. თეონა.
მე არც ერთი ნოტა, არც ერთი ტაქტი არ მომხვდა გულში, მართალი რო გითხრათ, არც სამწუხაროდ არც ნუცასგან და არც ილუშასგან, ჩემი საყვარლისგან. არა, იმიტომ რომ ყველა სიმღერას, ყველა კომპოზიციას აქვს თავისი ქიმიური ელემენტები, რაც არის ჩაფიქრებული კი არა. ხო, ლიზა სწორედ თქვა რა, რაც უნდა გამოიწვიოს შენში. ამ სიმღერაში ისეთი იმდენი ეროტიზმია და აი ჩვენმა თაობამ ალბათ მილიონმა ადამიანმა იმ პერიოდში პირველად ტუჩებში აკოცა ამ სიმღერაზე ერთმანეთს. და აი ძალიან ეს სიმღერა არის დატომბული სიყვარულის ენერგიით და თქვენგან მოდიოდა მარტო ფორიაქი და ისტერია და ეს არაფერი არ იყო კავშირში სილამაზესთან. მე არ მომეწონა. მით უმეტეს ჩემი ფავორიტებისგან მე ამას ნამდვილად არ მოველოდი. გელოდებით შემდეგ ტურში. მადლობა ჩვენამ. რამე კარგი გითხარით სასწრაფოდ. არა, იცით რა არის, მეც ცოტა კარგი რაღაცები გითხარით. მეც მოველოდი უბრალოდ უფრო მეც იცით რა არის, პირველი ნაწილი უფრო ესეთი იყო მძიმე ვიდრე მეორე. მეორეში კიდე რაღაცა, მაგრამ ერთი რაღაცა არის, რომ ისა რა ქვია, ილო, ნუ დაიდებ კლიშეს, რომ რაღაცა რო გამოხვალ, აქ უნდა რაღაცა უნდა იყოს სიმხიარულე და რაღაც გადაობა და რაღაცა. ეს შენ თვითონ მიუდექი შენ საქმეს სერიოზულად, იმიტომ რომ შენ გამოდიხარ აქ. ამიტომ ჩემი აზრით ხო, რა ყვეთახმები ჩემს გოგონებს იმაში, რომ ამას განცდა უნდა, ამას ისინი იმიტომ კი არ მღერიან, მაგრამ რომ ბებრები არიან, იმიტომ რომ იმათმა გაიარეს ეს ყველაფერი. ამას განცდა უნდა რა და განცდის გარეშე სიმღერა ჩანს სცენაზე, ასე ვთქვათ, ძალიან. ქულებს დაგვიწერთ? მოვიწყინეთ. რამე რო იყო? არა, ეს საჭიროა ეს მოწყენა, რომ მე ეგეთი სიმღერები კარგად შევასრულოთ ხოლმე მე ესეთ. მოდი ქულებით დავიწყოთ, დაცოთ ხო? ნუცა ცხოვრება მაინც ჩვენიერი არის დადო. ეხა ქულები ნახე, მიდი. მე მოკლედ დავწეროთ. ესე ვიტყოდი რა, რომ აი ამ ნეგატიური შეფასების მერე მე ესე გავაკეთე. 10 ქულა. პირველი 10 ქულა. ლიზა 9 ქულა. დადა 9 ქულა. და მე ევგენიზე რომ დავაბალანსო, აი ესე გავაკეთებ რა. 6 ქულა. ნელი გასაბალანსებელია რომ ისო. ჯამში 34 ქულა. ილო, არ უნდა მოიწყინო შენ. არა, სისულელია. მე ლაპარაკი რამე. რა. ეხლა როგორ გზომ იცი თავს ხოცი როდგა ხარ და ყველამ რო უნდა დაგამშვიდოს თუ რაღაცა. ყველა ფერი კარგად არის, მე ვთვლი რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი ისა როცა არ გეუნებიან ხოლმე იმას რაც არის შენი შეცდომები და ყველა კარგად არის, საბოლოოდ არ ვითარდები. მე ვთვლი რომ ჯობია განვითარდეთ და მიიღო ის შეცდომები, ასე რომ დიდი მადლობა, გავითვალისწინოთ, ეს მხოლოდ უკეთესობისთვის არის. მადლობთ. ყველაფერი წინ არის, შემდეგი სამშაბათი ჩვენ ველოდება. 10. გავაცილოთ. დიდი მადლობა. აპლოდისმენტები ილოს და ნუცას.